12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები კი ურთიერთსაპირისპიროა. ზოგი კვლევა ოპოზიციური ტისას უპირატესობას აჩვენებს, როცა სხვა გამოკითხვებით პრემიერ ორბანის ფიდესი დიდი უპირატესობით იმარჯვებს. მედიანის მიერ იანვარში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ტისას, რომელსაც ფიდესის ყოფილი წევრი, პეტერ მადიარი უდგას სათავეში მოსახლეობის 40%-ის მხარდაჭერა აქვს. ხოლო ვიქტორ ორბანის პარტიას 33%-იანი რეიტინგი აქვს. Savets Research-ის მონაცემებით, მათი 59%, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ ვის მიემხრობა აპრილში ჩანიშნულ არჩევნებში მხარს ტისას დაუჭერდა. ამავე კვლევით ფიდეს 39% ემხრობა, რაც ოპოზიციური პარტიის 10%-იან უპირატესობას ნიშნავს. იმას, რომ ტისას რეიტინგი არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ფიდესისას აღემატება კიდევ რამდენიმე გამოკითხვა აჩვენებს, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს არაერთი სხვა კვლევითი ორგანიზაცია. ერთ-ერთი მათგანის თანახმად ფიდეს 46%-იანი მხარდაჭერა აქვს, ტისას კი ამომრჩეველთა 40% ემხრობა. ორგანიზაცია, რომელიც ამ შედეგებს აქვეყნებს, იმასაც აღნიშნავს, რომ ფიდეს 200,000-დან 300,000-მდე პასიური მხარდამჭერი ყავს, რომელთა მობილიზებაც არჩევნებამდე შესაძლებელია. მაშინ, როცა ტისას მხარდამჭერების რესურსი ამავე ორგანიზაციის განმარტებით სრულიად არის ათვისებული. ანალიტიკოსების თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული კვლევითი კომპანიების უმეტესობა სახელმწიფო კონტრაქტებზეა დამოკიდებული. 2025 წლის აგვისტოში ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ოფისის ხელმძღვანელმა 5 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებმაც ოპოზიციური ტისას ლიდერობა აჩვენეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბურუდად გამოყენებასა და უცხოური დავალების შესრულებაში დაადანაშაულა. ფიდესმა 2010, 2014, 18 და 22 წლების არჩევნებში 2/3-იანი უმრავლესობა მოიპოვა. 2022 წელს პარტიამ ხმების 54.13% მიიღო, ეს კი ნებისმიერი პარტიისა ან ალიანსისთვის 1990 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.